ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამდენი ხნის შემდეგ. დიახ, კარგი ხანი გავიდა, რაც Brawl Stars-ის ვიდეო დავდე, სადღაც ზუსტად 2 წელი ალბათ. და დღეს ვითამაშებთ ახალ მოდს, როგორც მოგეხსენებათ უკვე გამოვიდა ახალი აპდეიტი და განახლდა ტროფი როადი. დაამატეს რეკორდები, რანკედი ისევ იყო, მაგრამ ახლა უკვე ცოტა იმ თვიდან წესით დინამაიკის სკინიც იქნება, როგორც Brawl Talks-ზე ახსენეს. რეკორდები, რა თქმა უნდა. უკვე ავედი კარგაბლომად რეკორდ ლეველი ავკაჩე. და მოდ დავიწყოთ ბარემ ჩვენ თამაში, ახალი ბრაულერი კაზრიც ავიღე, როგორც უკვე ხედავთ. და დავიწყოთ თამაში და ვნახოთ უშუალოდ თამაში რა იქნება. ზოგადად Brawl Stars კარგი ხანია, რაც თამაშობ და ახლა გამოვიდა აპდეიტი ახალი, რომელიც მაგონებს. ძალიან მაგონებს ეს აპდეიტი. Unos update 7 იყო მოუდი. ამოიწყო ძალიან. მოვყავით როგორც ხედავთ კიტი და პირველი ბილეთი თუ კარგით შევაგდეთ. კარგი. ოდესმე ჩემი Brawl Stars-ის კონტენტი შეგიძლიათ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ. საკომენტაროთ. I struggle. My endure. მოდი არ ხარდები და როგორც ხედავთ ფიტნესი და მოვიდეთ, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგეები ჩემი ეს არიან ბოტები. ჩემი ეს კი არა ბოტები არიან და ვაფშე ვერ თამაშობ. ხარდი დარჩა, იმესაც აი ახლა. მაინც ვერ მიყვა. შევაგდეთ. პირველ მატჩი მოვიგეთ. სტარტპლეიერი მეგი გახდა. და რეკორდებს აჩვენებს. ეს ძალიან მაინტერესებდა მასტერიების ადგილას რას აჩვენებდა, თურმე რეკორდები ჩასვეს. გავხსნათ სტარდროპი, რეირი, არაფერი. დავიწყოთ კიდევ ერთი რაუნდი და ბარემ მოვიგოთ 3 მეჩი, რომ ავიღოთ სტარდროპი. კვესტებიდან. აქ უკვე შედარებით ძლიერები უნდა იყვნენ, მაგრამ ახლა მაგას ვეღარ ვაკონტროლებ, იმიტომ რომ რანკედის იმაზე ხდებოდი, ან რომელ რანკედიც იყო მოთამაშე, ესე იგი უფრო კარგად თამაშობდა, მაგაზე ხდებოდი. ახლა ვეღარ ხდება. დაბალთასიანებში თამაშობ, აქ მაღალთასიანებში თამაშობ, მაგრამ ახლა ძალიან ცუდად მომკლეს. მაგრამ ჩემიანი იყო იქვე და მივაკ ჩოლები ჩვენ ბაზაზე არის ერთი კარტა, იმედი ეს მაგ გახდება. যদি ეხა ისო დავიცე. არა. გამოიწყო და კედლებში რო შეეძლო. ის გეტარება. ისე არ უნდა შემეგდო რა შეიძლება. მოკბა. ამჯერ გაქრაჩენე. კარგი, მოდავდით თვითონ ჩემიანი ვიქარ. აი ესეც ასე ჩავკეთეთ ჩვენ სტრესში. და აი როგორც ხარ დააჭდა HB როდესაც სადა ჩემი სუპერიდან გამოსვლა. მოდი ახლა აქედან წავალ. სამბას მოუკლავდა ზედმეტები არ ჩაიდინეს თოლის იქნება, მაგრამ უკვე შეაგდო. აი ესე. სუპერი ჩავაგდეთ. ახლა ვეცდები როტორია მოკლა. ბატონო და დიახ, ერთი დარჩა. ზოგადად არ გამომდის საუბარი კარგად ჯერჯერობით დამწყები ვარ მაინც და კარგა ხანია ვიდეო არ გამოვიდა. და იმედი ვერ მოვხერხებინ ჩემი მოწინააღმდეგეები ჩაგდებას. მაგრამ როგორც ხედავთ მოახერხეს სამწუხაროდ. მაგრამ მაინც მოვიგეთ, როგორც ჩანს ჩემიანებმა მოვასწრეს.
ჩვენიერი პლუს 500 win streak-ის გამო და პლუს 400 underdog. კარგით, მოდი ერთიც ვითამაშოთ play again-ით და ბანე მავიღოთ star drop-ს. დაიწყო ჩვენი თამაში, მოწინააღმდეგეები რანკედით ჩანს თუ მაგას არ დავკვირვებია. მაგრამ სავარაუდოდ რეკორდი რაც უფრო მეტი აქვს, მაშინ უფრო მაგარი პლეიერი უნდა იყოს. ეგ არის. არა! ის მოვიგეთ რა მოვყავით, მაგრამ სუპერით დამიტოვა თავისი სუპერის ეფექტი და ამის გამო სამწუხაროდ ეხლა მე ვეცდები გასვლას და ამ ქარდების ჩაგდებას, მაგრამ არა, ხო გადი იცადე გასვლა. არა, სამწუხაროდ არ გაება მახეში და და სუპერის გაქრობას. კარგი. მოდი ახლა ცოტა უფრო უხეშად ვთამაშოთ, უხეშად რა, კაცო. მაგრამ რამ კაცრად, პირდაპირ მომტლა. დერელი მიიწევს. უნდა გავიცოთ. მარცხენა ფლანგი. და შეუწევთ მარჯვნიდან. ახლა მოხერხდება არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. აი, მოკლედ. მაგრამ ის მეორე ვეღარ მოვკართ. ვიგებთ ამასობაში, მეგონა ვაგებთ და აგრესიულად მომიყოლ თამაშობები. დავაი დერელის ვატყობთ პასი და ბარემ კაზეც მოვკლათ. გადავაგდოთ სუპერი, რომ ვერ მოახერხონ. აი კიდევ ძალიან ცუდად ისროლე და დარჩა კიდევაც ცუდად სავარაუდოდ აღარ მიგვიშვებენ. არა უშავს ორი ქარდი დარჩა ჩასაგდები. ქარდს დაუძახე ვინტო არ ვიცი რა ქვია ამ გეიმოუდს რა ქვია არ ვიცი ზოგადად არ დავკვირვები ვარ და ამ ქარდებს დაუძახებ ხვდებით რასაც. მოვიგეთ ეს მეჩი როგორც ჩანს დაბალთასიანებთან მათამაშებს მოუხავს და არა და არ მყავს ეგეთ დაბალთასებზე იმიტომ თითქმის 20 გზე ავწიე უკვე ეს პრობლემა. სამი მოგება გავაკეთეთ და ავიღოთ ჩვენი კუთნის ქარდები. და კიდე ერთი ხო? წესით. არა. მოდი ბარემ კიდე ერთიც ვითამაშოთ და გავხსნათ daily star drop-ებიდან ერთ-ერთი. აი ეხლაც საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები არიან ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ჩანს რეკორდიც აქვს ბევრ მათგანს, მაგრამ mythic playerები არიან და მაინც ცოტა არ იყოს საშიები არიან. დაიწი. მოდი არა. ჯერ უნდა მომეკვა. ჩემი ბრალია. წავიღოთ ჩვენი ქარდი. ვეცადოთ რომ ახლა მაინც მივიღოთ ორი გადაწყვეტილებები. და რა, ახლაც გაგვიწევდა, მაგრამ ერთი ქარდის შეგდება მაინც მოვახერხე. ვაგრძელებთ და ამასობაში სამი ქარდი დაგვრჩა და ამ გეიმოუდში ძალიან მარტივად ვიგებთ და არ ვიცი რატომ. სანამ მოიფიქრებენ, მე იცვად შევალ და შევყრი ქარდებს და მოვიგეთ. ეს მეჩიც ჩვენი მოგებით დასრულდა, დღეს არც ერთი მეჩი არ წამიგია, რაც გასაკვირია. გავხსნათ ქარდები ეპიკი. და როზასტინი. გადავხედოთ გეიმოუდებს. ეს ახალი გეიმოუდია Brawl Arena და ძალიან კარგი მოუდია ჩემთვის, მაგრამ უბრალოდ ძალიან გრძელია და ამიტომ არ მგონია რომ ვიდეოსთვის კარგი იყოს. Solo Showdown-ზე ვითამაშოთ ერთი და ვნახოთ კაზეთი რა გამოგვივა. დაიწყო ჩვენი Solo Showdown-ის მეჩიც
პირდაპირ ვეცდები რომ შუაში ჩავიდე და ავიღო power cube-ები. ვეცდები რომ არ დავასრულო power cube-ების აღება, ლაგები ცოტა ინტერნეტმა გაჭედა რატომაც. კარგი, მოდი ამ კაზეს დავაცადოთ აღება და ჩვენ აი ეს ორი power cube-ია ვუყოთ. რადგან დარწმუნებული ვარ რომ შევრაშო უეჭველად წავაგებ. მაგრამ აი ამ ბატონთანაც წავაგებ, თუ რამე არ მოახერხე. მაგრამ ეს სტუა და თავის ცეცხლში დამწავს ეგრევე როგორც კი მიუახლოვდება. ჩემი ეს გავაკეთე. ელია შურიკენები რა უნაი. არის ამ წავიდა. მუშენებას მაინც ამოწევს, მაგრამ უცადოთ რომ გავასწროთ და ერთ ფალკი დავუწევთ, მაგრამ არა უცებ. აი ეს კი არ ვიცოდი თუ წოდებოდა. გონხანიან გონია რომ ჩემოვიდეთ ქვემოთ. არ ვიკემპერებ. არ მიყვარს კემპერობა. და ვეცდები რომ გახსნად ვითამაშო. სამდალერი დაჩება წესი კოქციანზე წავიყვან წაზეს. თავარი არ გაგვარტყას მინდი მტყვია. აი შემოვაყოთ და მენდის სუპერზე და აი გადავიქცეთ და გაჯეტი რომ გავააქტიურე ახლა რომ ამოვსება დროებით გავქრები გაჯეტს რომ გამოვიყენებ და ვეცდები რომ უკინდან მივეყარე. მოვყალით გაჯეტი ამ გამომეყენები ეს სუპერი არის და და ვერც მოვყალით ცხადია. ჩემი აზრით რომ დამეტოვებდი ნაკაზის მეორე მოუდი აუცილებლად მოვიგებდით და ესეც ჩვენი 4 რანკი კაზაზე. გადავხედოთ აბა სხვა ბრაულერებს. ქროუ ყავს სხვათა შორის Max Tiger-ზე, მაგრამ ჩემი საყვარელი ბრაულერია და ძალიან მინდა რომ კენჯიც დავაგდო. ერთი მეჩი ვთამაშოთ ბიბიზე, რადგან როგორც მახსოვს რეკორდი მაქვს ესეთი 20 მოგების და 19 მოგებული მაქვს და ერთიც ბარემ ამ ვიდეოში ჩვენი მოწინააღმდეგეები ბოტები არიან, რადგან მხოლოდ რეკორდები უჩანთ და რანკი არა. მე რანკი არ მაქვს უბრალოდ დაყენებული, თორემ ჩემი მაქს რანკი არის მისტიკი, მაგრამ წინა რანკედ მოუძრავით აჩი. წინის წინა თვეში რა. იმიტომ რომ ეს რანკედიც აღარ მიზიდავს. იმიტომ ძალიან ერთფეროვანი გახდა. და ამ ვიდეოში ძალიან ბევრი იმიტომ რომ არა გადავშით. არა, ეს ვიკო მომკლავს რა. ბოტები ეძახედა. კი თამაშობენ ხეცებით. ეს ბუჩქში იმალება ზევით და მე ჩამკეტეს ქვედა ფენაზე. მაგრამ რიკო არის სულელი ცოტა და გაეკიდა ლეონს. რაც ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. გონია რომ ბულს შეიძლება მოუგო და ასეც მოხდა. ბულს მოუგეთ. ლეონი მეთიმერება, მაგრამ მეთიმერები არ მიყვარს. და რივერს კარტს დაუწევ. და ეხლა ვეცდები რომ ზონაში გადავაგდო და ისე მოვყო. აი, ლეონს როგორ ჩანს არ უნდა სიკვდილი. რა თქმა უნდა ეს სუპერი რო ავაცილებ ძალიან დიდი რაღაც დაიკარგე. რის გამოც გარდაუვალი იყო ჩემი მოგება. გონი ამ ვიდეოში კარგი ვიდეო გამოვიდა, პარემ გავხსნი ბიბის რეკორდის სტარდროპსაც და დაგემშვიდობები.
ნახვამდის და მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.